ვიმყოფებით აგრეგატის ყოფილ ქარხანაში და აქ ვმუშაობთ მოზაიკის ჩამოხსნაზე. დაახლოებით 79-80 წლის მოზაიკა და დღესდღეობით რეალურად ამ მოზაიკას ემუქრება საფრთხე, რადგან ამ ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს ეს მოზაიკა, მიდის მშენებლობა, ხალხი ცხოვრობს და უკვე რაღაც ამ მოზაიკური კომპლექსის ნაწილი დაინგრა და ერთ-ერთი რაც გადარჩა ეს მოზაიკა, რომელიც არის მოთავსებული კედელზე. 4 მეტრის სიმაღლის, 3 ტონა წონის, 32 ფილისგან შემდგარი პანო. სწორედ ასეთი მასშტაბისაა ის მოზაიკური მემკვიდრეობა, რომლის დემონტაჟიც ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო. მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე არსებულმა პირობებმა 70-იანი წლების ეს ნამუშევარი რეალური საფრთხის წინაშე დააყენა, რის გამოც რესტავრატორებმა მისი დემონტაჟი და გადარჩენა გადაწყვიტეს. დემონტაჟის შემდეგ დაიწყო რთული და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი. ეს მოზაიკა არის შექმნილი სმალტით. სმალტაში არ არის ბევრი მოზაიკა შემორჩენილი. სმალტა არის მოგეხსენებათ მოხარშული მინა, ასე უხეშად რომ ვთქვათ. ძირითადად საქართველოში მოზაიკები იქმნებოდა კერამიკული ფილებით და ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ამის, მაგრამ სმალტა როგორც ეგეთი, ბევრად უფრო იშვიათი მასალაა. ეს მოზაიკა იყო აწყობილი ცემენტის პანელებზე, დიდ ცემენტის ფილებზე. როცა დავიწყეთ ამ ფილების ჩამოხსნა, აღმოვაჩინეთ, რომ ეს ფილები არ იყო ფლატ ცემენტისგან გაკეთებული. იქ შიგნით იყო რაღაც დანამატები, უბრალოდ რიყის კენჭები, ბალახები, ქაღალდები, რაღაცა ისეთი დაგხვდა, რომ თითქოს გარედან იყო ცემენტი და შიგნიდან იყო რაღაცა აბსოლუტურად გაურკვეველი შიგთავსი და ამიტომ ეხლა არ გამოდიოდა ამ ფილების გამაგრება, რადგან ახლა ცემენტების კოეფიციენტები აღარ ემთხვეოდა რასაკვირველია და დიდი საფრთხე იყო იმისი, რომ ფილები რო გადაგვეტანა და დაგვემონტაჟებინა კედელზე, დროის მანძილზე ეს ფილები გასკდებოდა. სწორედ ამიტომ გუნდმა რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო. მოზაიკა სრულად დაშალეს და ორიგინალური ესკიზის მიხედვით თავიდან ააწყვეს. სარეაბილიტაციო პროცესი, რომელიც სმალტის ათასობით ნატეხის სათითაოდ გაწმენდას, ფერების მიხედვით დახარისხებასა და მოზაიკის ხელახლა აწყობას მოიცავდა 3 თვის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით დიზაინერ მოზაიკოსმა ნატა ამირეჯიბმა 2 მეგობართან ერთად 2019 წელს ქართული მოზაიკის განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდი დააფუძნა. უკვე მე-7 წელია მისი გუნდი ქართული მოზაიკების კატალოგიზაციასა და დაცვაზე მუშაობს. მათ ამ წლების განმავლობაში 10 პროექტი განახორციელეს და შექმნეს ელექტრონული ბაზა, სადაც ყველა არსებული თუ უკვე განადგურებული ნიმუშია აღრიცხული. დღესდღეობით ქვეყანაში 350-მდე მოზაიკური ნამუშევარია შემორჩენილი. აგრეგატის ქარხნის ეს მოზაიკაც სწორედ კვლევის დროს აღმოაჩინეს. ის არც ერთ წყაროში არ იყო ნახსენები და მისი ავტორი დღემდე უცნობია. ჩვენ ასევე კვლევებს ვატარებთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ნებისმიერ მოზაიკაზე, რომელიც არის ჩვენს კატალოგში, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ინფორმაცია მოვიძიოთ. ავტორი, ასე, რა თქმა უნდა, წელი და შემდეგ გარემოები, რა გარემოებში შეიქმნა და სხვა შორის ბევრი საინტერესო აღმოჩენა გავაკეთეთ. ძალიან ბევრი და აღმოვაჩინეთ ავტორები, რომლებიც არცად არ იყო ნახსენები სიტყვაზე, მაგრამ იმაში რაღაც ძველ არქივებში ვნახეთ ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი ისტორია შენარჩუნდეს. კვლევებისა და საარქივო მასალების შესწავლისას გამოიკვეთა მთავარი ხელწერა, რაც ქართულ საბჭოთა მოზაიკას გამორჩეულ ფენომენად აქცევს. გამორჩეული არის იმით, რომ სხვა საბჭოთა მოზაიკებთან შედარებით, ხო აქ ძალიან მკვეთრად არის გამოყოფილი ჩვენი ეროვნული თემა. ნაკლებად არის საბჭოთა სიმბოლიკა, ფაქტიურად ჩვენ ვიცით ერთი
3-4 მოზაიკა, სადაც მართლა არის გამოსახული ეს ნამგალი და ურო და რაღაც ვარსკვლავი და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადად ჩვენი ქართული მოზაიკები ეყნობოდა ჩვენს ფოლკლორს, ჩვენს ნაციონალურ, ასე ვთქვათ, მითებს. ძირითადად ეს იმდროინდელი მხატვრები ხო რაღაცნაირად ეპარებოდნენ აი ამ საბჭოთა, ასე ვთქვათ, თემატიკას. რამდენიმე მოზაიკა არის, აი სადაც რაღაც საყოფაცხოვრებო ყოფითი სცენები არის გამოსახული და თუნდაც ჩაცმულობაც ეთყობა, როგორ ეცვათ აი იმ დროში მცხოვრებ ხალხს. რას აკეთებდნენ, რითი ცხოვრობდნენ, რაზე მსჯელობდნენ, რას ფიქრობდნენ, რაზე ოცნებობდნენ და რა თქმა უნდა, ეხლა ამის უარყოფა და განადგურება არის შეუძლებელი. 5 თვიანი რთული სარეაბილიტაციო პროცესი თბილისში დასრულდა. საბოლოო დანიშნულების ადგილას გამგზავრებამდე რესტავრატორებმა აღდგენილი ნახატი კიდევ ერთხელ შეკრეს და თითოეული დეტალი შეამოწმეს. მოზაიკურმა პანომ საბოლოო ბინა ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაიდო. მის ხელახალ მონტაჟს ადგილზე 1 თვე დასჭირდა. როგორც იქნა დავასრულეთ ეს მოზაიკა ძალიან მიხარია, იმიტომ რომ უმძიმეს სამუშაო იყო, სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან გადავაწყოთ ეს მოზაიკა. ჩვენ გვინდოდა რომ ამ მოზაიკისთვის მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა პირვანდელი სახე. და ეს იყო კიდე დამატებითი სირთულე რატომ? იმიტომ რომ თვითონ აი ამ კენჭების წყობა არ არის კლასიკური. ეს არ არის ის კლასიკური მოზაიკა, რომელიც ექვემდებარება რაღაც კანონებს, ხო, რაც არსებობს მოზაიკურ ხელოვნებაში ზოგადად. და ამიტომ ჩვენ მოგვიწია, ასე ვთქვათ, აწყობა თვითონ იმ ავტორის, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებაზე, თავიდან გადაწყობა მოგვიწია და ამიტომ ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება. გაწმენდილმა და პირვანდელი სახით აღდგენილმა მოზაიკამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი სიცოცხლე უკვე დაიწყო. ფონდი კი მუშაობას განაგრძობს. მათი მიზანია ახალი სიცოცხლე შესწინონ მივიწყებულ ნამუშევრებს, რათა ისტორია, რომელიც 10 წლეულების წინ ფერად მინაში ჩაიქცევა, მომავალ თაობებსაც გადაეცეს.